გამარჯობა მეგობრებო, გიბრუნდებით მორგის სათავგადასავლო სტილის ვიდეოთი და დღეს ჩვენ ვიმყოფებით მანისის ტერიტორიის ალპურ ზონაში, რადგან აქ მოსახლეობა შეწუხებული არის ტაცებლით. ეს იქნება ლიცენზირებული ნადირობა, რომლის მეშვეობითაც გამოხშირავთ ტაცებელს და დავეხმარებით მოსახლეობას. გზაში ვართ, მივდივართ. თბილისიდან დაახლოებით 20-25 მონადირე გავედით და იქ მანისში დაგვხდება ასევე დაახლოებით 1-20 კაცი. ერთი ამდენი კიდე. ასე რომ კაი ბლომად მონადირეები ვიქნებით. მთელი ტერიტორიის ჩაკეტვას მოვახდენთ. ეს არ იქნება რაღაც ჩვეულებრივი ნადირობა ფრინველზე, ეს არის ნადირობა გელზე. აღსანიშნავია რომ მონადირეები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ამით. ერთი რომ უფრთხილებიან კეთილშობილ ცხოველებს და მეორე ის რომ ძალიან მაგრად ეხმარებიან მოსახლეობას. იმიტომ რომ მოსახლეობასთან ჩამოდის მგელი და თავს ესხმის უჭამს პირუტყს. მივდივართ მოკლედ ისე ტერიტორიაზე, სადაც ძალიან ბევრი მგელია და კაცმა არ იცის რა იქნება. უკვე ამოვიდით ალპურ ზონაშიც და აი დაგხვდა თოვლი. მაგარი სიცივე და ასე შემდეგ. სხვათა შორის პირველად ვარ აქეთ და ძალიან ლამაზი არის, მაგრად მომეწონა, ულამაზესი ხედები არის. თითქმის მოვედით ნახევარსაათშიც ვიქნებით და იქ უკვე დაგხვდება მონადირეების მეორე ნაკადი. მოვედით როგორც იქნა სასწაულო ცივა. ეხლა გადავიდეთ მეგობრებო და აქ გვექნება ჩვენ ინსტრუქტაჟი, ესე რომ ვთქვათ. მთელი ეს მონადირეები აქ არიან, გავივლით აბსოლუტურად ყველაფერს, რა როგორ იქნება და დანარჩენი არ ვიცი, შევხედოთ და ვნახოთ რა. პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში და ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ყურები შენთვის კი არ ჩემთვის არ წამომიღია მაგ. ასე. დღეს გვექნება ჩვენ ლიცენზირებული ნადირობა, კერძოდ ვინადირებთ გელზე და ტურაზე. სხვა დანარჩენ ობიექტებს არ ვესვრით, არც ფრინველს, არც სხვა მშვიდობიან ნადირს. დიდი სიფრთხილე გვმართებს, ბევრნი ვართ საკმაოდ, მაგრამ ეს რაოდენობა საკმარისი არის, რომ ეს ტყეები კარგად ჩავკეტოთ, ავითვისოთ და გამოხშიროთ მტაცებელი. მტაცებელი მოგეხსენებათ ძალიან ჭარბად არის ამ რეგიონში, მაღალმთიან სოფლებში, მოსახლეობას აყენებს ზიანს, აუნაზღაურებელ ზიანზე მაქვს საუბარი. შესაბამისად, ლიცენზია გვაქვს და დღეს ჩავატარებთ ლიცენზირებულ ნადირობას, ასევე გვესწრება გომარეთის გამგებელი ბატონი სპარტაკი. ყველას გისურვებთ წარმატებებს, უსაფრთხო ნადირობას და რაც თავარია წარმატებულ ნადირობას, რისთვისაც შევიკრიბეთ ამდენი ადამიანი ამ ხელა გზაზე. უსაფრთხოების ინსტრუქტორს ჩაატარებს ვასილ კობაიძე, ჩემი კლუბის უსაფრთხოების სამსახური. მოусვინოთ ასოს და გავითვალისწინოთ ყველა ის წესი, რასაც ვასო გაგვაცნობს. სტუმრები ყავს, რომლებსაც არ ვიცნობთ და არ ვიცით რა დონეზე არიან ინფორმირებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ვალდებული ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის რაც ისევ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი, ჩვენი სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და რავი, ეს ყველაფერი თითოეულმა თქვენთაგანმაც ხოლმე იქნება, რომ გაითვალისწინეთ. აი პირველი წესი ჩემი, აი ეს არის ყოველთვის არავითარ შემთხვევაში არ უშვერთ იარაღს ერთმანეთს, გადაადგილების დროს ვაკონტროლებთ იარაღის მიმართულებას აუცილებლად. ეს მაინც სულ რო ცარიელი იყოს და აუცილებლად ცარიელი იქნება, სანამ თითოეული ჩვენთაგანი ნომრებში არ გავნაწილდებით. აი ეს არის ძალიან კაცრი მოთხოვნა. არ გაგრძელდება ნომრების განლაგება იქამდე და არ დაიწყება ნადირობა, სანამ ეს ისე არ იქნება, როგორც ინსტრუქტაჟის მიხედვით მოხდა ჩატარებული და მოვითხოვ მას კაცრად თუნდაც კონკრეტული ნომრებში დამყენებელი პიროვნება, რომელიც გამოყვება და დაგვაყენებს ნომრებში, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ვიღებთ ტყვიას და ვათავსებთ იარაღში. სხვა შემთხვევაში ტყვია არ შედის ლულაში. დამუხტულ მდგომარეობაში არ იქნება. ეს არის ჩემი მოთხოვნა. ასევე, როდესაც დაიწყება სარეკი, აუცილებლად უნდა ვიყოთ ყურადღებით. თითოეული ჩვენთაგანი აქ შესაბამისი უნიფორმით არის აღჭურვილი და ასევე გვაქვს დამატებითი კიდევ ვისაც არ აქვს ჯერ კიდევ ჩაცმული, იმათაც მივაწვდით აუცილებლად. როდესაც დავდგებით, აი რო გაგვანაწილებს და ერთი ადამიანი რო იქნებით, მაგ შემთხვევაში მუხტავთ იარაღს
ნომერში გამოსულ ცხოველს აუცილებლად ვაკონტროლებთ და ვწმუნდებით ჩვენ თავში, რომ ის არის ნამდვილად სასროლი ობიექტი. სხვა შემთხვევაში არ ვესვრით, არა უშავრა გავატაროთ, სხვა ნომერი მოინადირებს. ეხლა იარაღებსაც ავაწყობთ და წავალთ სერიოზულ ნადირობაში. მანქანებით შემოვლით დღეს გავაყენებთ ნომრებს. იკა ეს დღე უნდა ავითვისოთ ხონთლიან. არის ასათვისებელი, კი ბატონო. ეს არის დაახლოებით 1 საათ ნახევრიანი ამბავი. ადგილი შევარჩიეთ. საკმაოდ უღრანი დღე ჩანდა და მგლების გამოჩენის ალბათობაც მაღალი იყო. ჩვენი ბიჭები კი მონადირეებს ნომრებში აი ასე შეხმატკილებულად ანაწილებდნენ. მონადირეების უმეტესობა უკვე გადანაწილდა თავიანთ ნომრებში და ეხლა ჩვენი ნომრებში განაწილების დროც დადგა. წავედით იკა. რა დონეზე უნდა შევიდეთ დღეში? ეს შევიდეთ დაახლოებით 20-30 მეტრში. აქეთ ყავს ერთი კაცი. დაახლოებით ჩვენგან 50 მეტრში კიდე ერთი კაცია. უნდა ვიყოთ ფრთხილად, უნდა ვიყოთ ჩუმად. ძალიან ჭკვიანი ცხოველია. ძალიან ფრთხილი ჭკვიანი და ესეთი ცხოველია რა. ლიცენზია გაცემულია 3 გელზე, 10 ტურაზე. და მოკლედ ყველანაირი კანონის ფარგლებში ჩავატარებთ ამ ნადირობას. დავდექით ნომრებში, ცივა, ცოტა ქარია. ტყე გვაქვს ძალიან მაგრა ჩაკეტილი. 4 მარაკი ყავს, 3 ძაღლია და წესით დარიგით ამ ტყეში თუ რამე არის, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაგვეპარება. დღეს ვინადირებ ვაბარ XLR კოლუმბა პალუმბუსით. აი ესე გახლავთ ამის დასახელება. 12 კალიბრის გლუვიანი ძალიან გამოსილი და წარმატებული იარაღია ჩემთვის. ვაზნები არის ეს გლავპატრონის 6-0 კარტეჯი. დავდოთ ახლა სარექს. დაახლოებით 10 წუთში უკვე დაიწყება მორეკვა. აი, იკაც დავინახე. მივალ ახლა მასთან. იკა რა უაბა რა ხდება მითხარ ერთი. ამ შემთხვევაში უნიფორმა შენ არ გაცვია და მოგვიწევს ერთად დგომა. ეს პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ერთად ვიდგებით და მე პირადად მაცვია ისეთ ფერი, რომ მონადირეებისთვის იყოს შესამჩნევი. ძალიან კარგ ადგილას დავდექით, მინდა გითხრა. ამ ადგილას კონკრეტულ ნომერში ბევრი წარმატებული გასვლა ყოფილა და ძალიან ხშირად ყოფილა მტაცებელი აი ამ ბილიკებზე გამოსვლა. აი გადმოგჩეს ახლა რომ სარეკი იწყება, დაიწყებენ ახლა მორეკვას და აბა ჩვენ ვიცით. რამდენი ხანი გრძელდება? დაახლოებით მოგვიწევს ამ ნომერში 40 წუთი დგომა. ეს არ არის დიდი მორეკვა, მაგრამ ერთ-ერთი წარმატებული ტყე არის. და რამდენიმე მორეკვა გაკეთდება? ამ ტყეში ერთი მორეკვა გაკეთდება. ამ ტყეში თუ რამე არის, გაიწმინდება, ანუ გამოყვება სარეკი მთლიანად ტყის ბოლომდე. როდესაც სარეკი ანუ გაგვწდება ჩვენ, ფაქტობრივად ნადირობა უკვე დასრულებული არის. მოგეთ ყველაფერს ნახავთ რა, თუ რამე იქნება რაციაშიც გადმოგცემენ, თუ ვინმესთან გამოვა. კი ბატონო. მაგაზეც მოგეწვით ინფორმაციას. ბიჭო, საინტერესოა ძალიან. მე ვიყავი წყერზე სანადიროთ მაქსიმუმ ხო ხდები და ეს უკვე დიდი ბევრად საინტერესო არის კი. კი ნახე რამდენი ვართ. აქ უსაფრთხოება აბსოლუტურად სხვანაირად არის. ბევრად ფრთხილად უნდა ვიყოთ. იქ რაღაცა ანათებ? იობიაკ და ცაჩანს იქეთ. გასაგები. თოფის როლეს უკვე? არა. იკა. ბატონო. შენ იყავი რამდენიმე კვირის წინ წასული ბელარუსში ხო? კი ბატონო. ლოსეს ანადიროთ. ლოსეს ანადიროთ ვიყავით მე და მამა შენი სხვა. კი ბატონო. და ჩაიერა საკმაოდ წარმატებული. ძალიან წარმატებული. ხორცმა ვერ მოაღწია ჩემამდე და მაგიტო დამებადა ეკითხა რომ მეთქი რამდენად წარმატებულად ჩაიერა თქო. შენახული მაქვს მიშიკო და უკვე ხვდები შენ საიტკენ. საიტკენ მიყავს. მოკლედ მეგობრებო, მე და იკა აუცილებლად ჩავწერთ ერთ კოლაბორაციას, იქნება კულინარიული ვიდეო და ტბასთან კადერკილებაში. კი ბატონო და მოგიმზადებთ. რა სიტყვი უზბეკურზე? ლოსის ხორცით. მე მოყვები მაგამ ბავშვი შენ გაკ 100 ქულა. კომენტარებში დავიწერეთ, რამდენს გაინტერესებთ და მე და იკა წავალთ და ძალიან მაგარ კულინარიულ ვიდეოს შემოგთავაზებთ. თან მაგ ვიდეოში მოგიყვებით იქაურ ნადირობაზე უფრო მეტ დეტალს.
დავსვეთო ვისაუბროთ. ამ გამოხშირვით ჩვენ არა მარტო სოფლის მოსახლეობას ვეხმარებით, არამედ ძალიან დიდი შეღავათი არის მშვიდობიან ცხოველზე თუ ფრინველზე, მაგალითად კურდღელზე, მაგალითად შველზე, კაკაბზე, გნოლზე, რომელიც გავრცელების არეალი არის აი ეს მთები. და ჩვენ ამ ყველაფერს რომ ჩავატარებთ და ამას სისტემატიური სახე აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ლიცენზია გვაძლევს მაგის საშუალებას, გაზაფხულისთვის ვაპირებთ გნოლის და კაკბის გაშვებას ხელოვნურად. აქ გაკეთება ვოლიერი კაკბისთვის, ნახავთ ალბათ კადრებს, როგორი ვოლიერი არის, რომ შეეგუოს, ეს ხო ვოლიერის ფრინველი არის, მიჩვეულია სითბოს და ასე შემდეგ და გაზაფხული არის ძალიან კარგი პირობა იმისთვის, რომ ფრინველმა ადაპტაცია გაიაროს ბუნებაში. 2 კვირის განმავლობაში აი ამ ტერიტორიაზე, სადაც მოხდება ამ ფრინველის პოპულაცია, გავაჩერებთ ამ ვოლიერში 2 კვირა საკმარისი არის, რომ მიეჩვიოს ბუნებას, ადაპტაციასაც გაივლის მარტივად. ძაღლები არიან. ხო, ნუ ძაღლი მაგაგვი არის, დაიძაბა სიტუაცია, გათბა ორგანიზმი. ხო, იქას ვეთახმები და კიდევ რაღაცას დავამატებ. და ძალიან მინდა რომ მაგ დღეს ჩვენთან ერთად იყო. მარტო ნადირობა ხო არ არის? აუცილებლად. ერთ რაღაცას დავამატებ უბრალოდ, რომ იქამ ძალიან სწორად აღნიშნა. ბუნებასაც ეხმარები ამით კეთილშობილ ცხოველებსაც, იმ კუთხით რომ გელს ეხლა არ ყავს, ხო? მტერი არ ყავს, ბუნებრივი მტერი. არც ტურას. გელი იმდენად მავნებელი არ არის, იმიტომ ტურა არის ძალიან ბევრი. ანუ უკონტროლოდ შეიძლება გამრავლდეს, შეჭამოს როგორც კეთილშობილი, მაგალითად ირემი, შველი, კურდღელი. ბელარუსიაში ნადირობენ ჩვენზე მეც და ნადირ ფრინველი ყავს ჩვენზე მეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ნადირობენ სწორად. მე ვარ მეთახმები, ხო დათო? არა. ამიტომ სწორად უნდა ვინადიროთ. ბევრმა შეიძლება არასწორად გაიგოს და ბევრს ზოგადად არასწორად ესმის რა ეს მონადირის ცნება თვითონ. ხო, გონიათ მოსისხლემ ისინი არიან. რაღაც ხო ხდება. ხო, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძველი ტრადიცია, მამაკაცის ესე რომ ვთქვათ, პირველი პროფესია. და დიდი საქმეს კეთდება ამით. მოსახლეობას ძალიან დიდი ხელშეწყობა არის, აბა რა არის. ეს ნადირობა თაობიდან თაობას გადაეცა და მოვიდა აქამდე და ჩვენს ვალდებულები ვართ, რომ ჩვენს მომავალ თაობას ნადირობა ვასწავლოთ. სწორ ნადირობაზე მაქვს საუბარი. დევნა არის მეგობრებო, ძაღლის ყეფა ისმის. დიდი ალბათობით შეიძლება გამოვიდეს რა არის მაგის მოაცილებენ სავარაუდოდ. უკეთესი მხედველობის 5 მეტრით გადმოვინაცვლეთ აქეთ, იმიტომ რომ აქ უკეთესი მხედველობის არეალი გვაქვს. ეს ნებადართული არის, როდესაც თქვათ ნომერში დაგაყენებს, ვინც ნომერში აყენებს ადამიანებს, მონადირეს შეუძლია თავისი ნებით იქვე 10 მეტრა მარ, 10 მეტრა წინ, 10 მეტრა უკან დაახლოებით ესეთი ის გააკეთოს. აქ მოძრაობის არეალი აქვს, მონადირეს მაგის უფლება აქვს. კიდე ერთი გასროლა იყო. იმედია წარმატებული. სტუმარი ყავს, იაქტერიერი მოვიდა. მეც ეს ძაღლი ყავს. რა ტიპია ნახე. ის მაგრად ნადირობსო. ძალიან აზარტული არის ეს ყველაფერი. და რაღაც გარკვეული რისკების შემცველიც არის, ხო? ეხლა ხროვო და გადაგა შეიძლება ეგეთი რაღაც. ყოფილა მასეთ შემთხვევებში, მაგრამ იშვიათად. მაგრამ კაცებელია. ის თუ ჩათვლით საჭიროდ, რომ წასასვლელი არ აქვს და მის ბილიკზედ გახარ, ხო? ის ყველანაირად ეცდება, რომ შეტევაზეც გამოვიდეს. მათ შორის ეს ჩვევია დადს და ჩვევია სხვათა შორის ღორსაც. ძალიან ხშირად. ხო, ღორზე გამიგია ეშვები აქ თან ისეთი პირდაპირ მოდის და ისეთი სიმაღლე აქვს თვითონ ამ ნადირს, რომ პირდაპირ ბარძახში ეშვით ეტაკება მონადირეს და არტერიაში ურტყამს პირდაპირ. და ძალიან ბევრი მონადირე შეიწირა მოკლედ. გაიხარდა, წავედი მე დაქტოვე და ხო შეეცირა კარგად. გესმით ხო ხმები? ნახე უკვე ძალიან ახლოს მომით. აი. მოკლედ სარეკი ახლოს არის მოსული. ბოლომდე რო ჩამოვა პირველი მორეკვა მაგით დასრულდება. და ასევე იმ სროლას გადავამოწმებთ. სარეკის მხრიდან იყო თუ ნომრიდან. სროლები კარგად იყო. აგერ მარეკის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა.
რა ხდებოდა აბა გითხარი 1-2 სიტყვა რომ გავაგებინოთ ჩვენ მაყურე. ჩემო ზაღმოწიო. დაიცა ცოტა დაძაბე სიტუაცია. და. აგერ არის ვარჯბატონი გამოვიდა მარეკი ჩვენ ნომერში და ჩვენს გავიგეთ და გამაც გითხრა რომ სროლები იყო. საითხარი იქეთ? აქეთაც იყო. ნახოთ დავილოთ მოვლენების განვითარებას, ახლა შევიკრიბებით მანქანებთან. ადგილს ვიცვით თუ რავშობთ. ახლა პირველ რიგში უნდა მივიდეთ მანქანებთან. გავაკეთოთ თათბირი ხელახლა, იმიტომ რომ პირველი ნადირობის შემდეგ ყოველთვის რაღაცა მეორე გეგმას წინასწარ ვერ დაგვიგმავთ ხოლმე რა. იმიტომ რომ ამას ბევრი ნიუანსი აქვს, თქვა ნადირის საიდი გაიქცა, შეიძლება ვიღაცას გაიპარა და თქვა რომ აი ტყეში გავიდა ნადირი. მაგ ყველაფერს დეტალებს გავაკეთოთ. ყველაფერი დეტალები უნდა გავიდოთ და ასევე უნდა ვნახოთ შედეგი, აბა რას ესროლეს ბიჭებმა. აი, წავედით მაშინ მანქანებისკენ. წავედით. სროლები იყო. რა ხდებოდა აბა იქით? იყო სროლა? გელი და ტურა? ერთი იქეროდესაც ეგრე შედიან ესენი შეგინით. ჩამოვიდა კაცი. ჩამოდის მოიცადე გეტყვი და დავიწყოთ. კლიმატი საკმაოდ მკაცრი იყო, თუმცა არ უშინდებოდით სიცივეს. ვითათბიროთ, შევარჩიეთ ტერიტორიები და დავიწყეთ ნომრებში განაწილება. აი, გლისნაკოლევი და ესე მიუყვება. ჩვენ ვაგრძელებთ გზას და გადავნაწილდებით ახლა ნომრებში. იგივე პრინციპით, ეს ტყე ბევრად უფრო დიდი არის. ბევრად უფრო მეჩხერია. და სარაკი შესაბამისად უფრო შორიდან დაიწყებს ამ მტაცებლის მორეკვას. დავიძარით, მივიწევთ უკვე ნორმებისკენ. საიდან მოდის სარაკი? დაბლიდან მაღლა. აქ რამდენი მეტრი უნდა იყოს დაშორება დაახლოებით? 50-50 მეტრი სტანდარტია. წავედით, ნახოთ აბა რა იქნება აქეთ. სარაკი დაიწყეს უკვე. გავხურდები ამასობაში. ეს არის მგლის ნაკვალევი. დავიყოთ ძალიან ჩუმად და ძალიან ფრთხილად. იმიტომ რომ პატარა მოძრაობა, პატარა ხმაური, ყველაფერი ესმით. არ ვიცი რა და როგორ იქნება. გამოვა თუ არა ჩვენს ნომერში. გელი ან ტურა. მაგრამ სადღაც აქ გავჩერდებით მე და იგა და დაველოდებით ჩვენ შესაძლებლობას. სარკი დაწყობილია, სროლაც უკვე იყო. პატარა ხმაურსაც ეგრევე გავიგებთ რა ჩვენც. თავარია გამოვიდეს რაღაც ნომერში. წეღარაციაში გადმოგვცეს ტურა მოკლესო. რაღაც სროლებიც იყო. წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი არის აქ და რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ ყველა იცავდეს უსაფრთხოების ზომებს და იყოს ფრთხილი. ამ ლოკაციაზეც დავასრულეთ ნადირობა. რამოდენიმე გასროლა გავიგონეთ. რაციაში ისიც გამოგვცეს რომ ერთი მოვიდა სარაკი ბოლო ნომრამდე ზემოთ წვერამდე. აი ზუსტად. ერთი ტურა მოპოვებულია. დანარჩენს დაველოდებით და ვნახავთ. იქ აქეთ არისო ჩამალული? აი. სად ბიჭო? სად ისვრის? შეიძლება გამოვიდეს. ეგ გორია სკილი.
ნიავია მოვარ და სერიოზული ქარია. მაგარციო. სავსეა აქაურობა ასკილით. აი რა გზებზე მატარები, კაი, იცი რომ კომფორტის გახსნა რა. ჩვენი არხის პარტნიორია Discover Manji. ეს არის კომპანია, რომელიც შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ სათავგადასავლო ტურებს და ექსპედიციებს. სხვათა შორის ერთ-ერთი ექსპედიცია უკვე დაგეგმილია და იანვარში მალდივებზე ვაკაციანი ჯგუფით მივდივართ. შეგვიძლია big game fishing-ის სტილით ვითევზავოთ ისეთ უმაგრეს თევზებზე, როგორიც ვაგუ, როგორიც არის ტუნა, როგორიც არის მერლინი, ბარაკუდა და ასე შემდეგ. Discover Manji, დაიმახსოვრეთ მეგობრებო, თითოეული სერვისისა თუ პროდუქტის შესყიდვა პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩვენი არხის წარმატებაზე. ასე რომ შეგიძლია გადახვიდეთ Instagram-ზე, პირველ რიგში გამოიწეროთ, მხარი დამიჭიროთ და შემდეგ უკვე თქვენთვის საჭირო პროდუქტები იყიდოთ, უკვე ამის სრული გექნებათ. მოგიტანთ საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილს სრულიად უფასოდ. და საჭირო პროდუქციაა რა. კარვები, თუჯისქვაბები, ტაფები, ყველაფერი რაც ველურ კულინარიას ეხება, ასევე ლაშქრობას და ექსპედიციებს, თევზაობას მათ შორის დაგხვდებათ ამ გვერდზე. აქვე დავამატებ, რომ ყველა ჩვენს ადგილობრივ სათავგადასავლო ტურში აღჭურვილი ვიქნებით ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ტენტებით. რაც ნიშნავს იმას, რომ არ ატარებს ქარს, არის წყალგამძლე, იბერება ძალიან მარტივად და სწრაფად. მოკლედ ჩათო ერთ უმაღლესი ხარისხის ტენტები არის, რომელიც ძალიან ძვირიღებს. რა თქმა უნდა, გულისხმობ ერთჯერად შესყიდვას. თუმცა სწორედ ეს ტენტები დაგხვდებათ ჩვენს ტურებში. ასე რომ თვალი ადევნეთ Instagram-ს, იმიტომ რომ Instagram-ზე დაიგეგმება ხოლმე მსგავსი ტიპის ტურები. ეს იქნება სათავგადასავლო, სათევზაო თუ რაიმე სხვა. შესაბამისად ყურადღებით იყავით. ესეთი საინტერესო და უფრო მაგარი ვიდეოებისთვის გამოიწერეთ ჩემი არხი. მეორე მორეკვაც წარმატებული გამოდგა. ოპოვებულია ერთი ტურა, მივიდეთ ვნახოთ. მაგარი დამღლელი ყოფილა. ეს არ გავს არც ერთ რაღაც სხვა ნადირობას, წყერზე ნადირობას ან რაიმე სხვას. ესეთ ნადირობაში პირველად ვარ წამოსული, მაგრა დავიღალე სიმართლე გითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშობ და ასეთ ვეზე ფიზიკური დაცვები მოიწყობდეს ხელს. საკმაოდ დამღლელია, მაგრამ ყველაფერს თავის მოღავი აქვს და ძალიან მაგარად ასწორებს. რა ხდება, რა სახიან ბიჭები? მოვინადეთ რამე? მეორე ტურა მოკლეს სარეკში ერთი ცალი და მეორე ტურა გასული არის, გავიდაო რა იდეში. იაგი რა კაცი. აჰა. ერთი ტურა ერთი მგელი. ადამიანი აქ. იყო ამოსული და კი, ნავლელი ვნახე ფეხით. უკვე სიგნალები, როგორც ჩანს, გაუსროლა კიდეც და მგელი გასული იქნება. მე მგონია ეხლა ვინაიდან რადგანაც უკვე 3 საათი დაიწყო, შედეგი გვაქვს. შედეგი დადებული არის. ჩვენი კუჭიც უკვე ვეღარ ითმენს. ყუის, ავიდეთ და რაღაც ვიღაცამ თქვა 12 კილოს სამწვადი გვააქვსო და მე ვთქვი. და წავიდეთ, კაი ღვინო ჩვენა გვაქვს და მოკლედ ეს და იქაც 12 კილოს სამწვადი აქვს წამოღებული და იქიდან გამომდინარე რომ შედეგი უკვე გვაქვს. შესაბამისად შეგვიძლია რომ გადავინაცვლოთ, მომამზადოთ მწვადები გემრიელად და დაუტკბეთ ამ მონადირული გარემოთი. ნადირობა ეს არ არის მხოლოდ იარაღის ხელში ჭერა. ეს არის ურთიერთობა, პატივისცემა ერთმანეთისა და ბუნებისადმი. აქეთ მწვადები იწვება რაღაც სასწაული. აუ. კაია ბიჭო, რაც კაია, კაი. არა პროპორციულად. მწვადებით შეიწვა, ნახე როგორ გამოიყურება. გავსინჯოთ. მაგარი წვნიანია. იკა ჩემო ძმაო, შევაჯამოთ.
დღევანდელი დღე როგორ ჩაიარა, რა ვქენით, როგორი დღე იყო? ფაქტობრივად ჩაიარა, პირველ რიგში გეტყვი რომ შედეგიანი ნადირობა იყო. ყველა ფაქტობრივად ვერ მოინადირებს, ხო? ეს 2-4-4-იან ნადირობაში რომ არ არსებობს ისეთი ნადირობის დღე, რომ 25 ნომერმა ისროლოს და გაუმართლოს, მაგრამ ეს არის კოლექტიური ნადირობა. ის შედეგი დღეს თუნდაც დაიდო პირველ მორეკვაში ერთი მგელი და მეორე მორეკვაში ერთი ტურა, ყველას დამსახურებაა, რადგან ათვისებული ქონდა მთლიანი ტერიტორია და ერთი სიტყვით დღეს შენახე პროფესიონალი ნადირობა. კი ბატონო, შევიგზენი კიდეც ეს ყველაფერი და ძალიან მაგრად გამისწორდა. შედეგზეც აისახა. ამდენ მონადირესთან ერთად გატარებული ეს დღე. მადლობა ყველას, ვინც აქამდე დარჩა და ბოლომდე უყურა ვიდეოს. არ დაგვაუწყდეს არხის დალაიქება, იკას არხიც აღწერაში იქნება და გამოვიწეროთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი არხი აქვს და შეგიძლიათ დაელოდოთ შემდეგ ვიდეოებს. იმედია მოგეწონათ მიშოს არხზე ამ სტილის ნადირობა. და ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი. ბევრი კაი რაღაცა აუცილებლად. აბა თქვენიც დროებით.